უმაღლეს საბჭოში ერთწლიანი პაუზის შემდეგ ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კვლავ აქტიურდება. შესაძლოა დეპუტატებმა საკითხი კენჭისყრაზე 19 მარტის პლენარულ სხდომაზე დააყენონ. მრავალჯერ დაანონსებული იმპიჩმენტის თემა კიდევ ერთხელ ვიცე-სპიკერის კენჭისყრის შემდეგ გაჟღერდა. პოლიტიკურად ცხელ დღეებში უმაღლეს საბჭოში დაპირისპირება პიკს აღწევს. ბაციკაძისა და ჩიტიშვილის შემდეგ თანამდებობა შესაძლოა რეგიონის პირველ კანონმდებელსაც დაატოვებინონ. კონფიგურაციის შეცვლის რამდენიმე თვიანი ანონსის შემდეგ კონკრეტული რიცხვიც დასახელდა. 19 მარტს პლენარულ სხდომაზე უკვე დადგება უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის და გადაყენების საკითხი. ჯემალ ფუტკარაძე აანონსებს, რომ ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ავთანდილ ბერიძის გადაყენებას მხარს დაუჭერს. ყოფილი თანაგუნდელის მისამართით პრეტენზიები აქვს მედია ვასაძესაც. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც აქვს ბიოგრაფია, რომელთაც აქვს წარსული, რომელთაც აქვს პრინციპები, გვეჯიბრებიან, ნუ გაგვეჯიბრებიან, ეს კაცი არის სირცხვილი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და ზოგადად რეგიონის. საკითხი ჯერ ინიცირებული არ არის. ნაციონალური მოძრაობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. უმაღლეს საბჭოში არის თანამდებობაზე, მაღალ თანამდებობაზე ადამიანი, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის ემოციებს, ვერ მართავს პროცესს უმაღლეს საბჭოში და რეალურად ის არ ასრულებს რეგლამენტის მოთხოვნას და ჩვენ ამას დავსვამთ ამ საკითხს და ვთხოვთ ყველა ჩვენ კოლეგას ხარი დაგვიჭიროს ამაში. ინიცირებისთვის 7, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 11 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ნაციონალურ მოძრაობას კი საკანონმდებლო ორგანოში 8 დეპუტატი ყავს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ უცნობია სვეტლანა კუდბას პოზიცია. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თავისუფალი დემოკრატები ორშაბათს გაირკვევა. ყველა გადაადგილება თანამდებობრივი უმაღლეს საბჭოში პრაქტიკულად მაინც ვერ ცვლის ამინც ასე ვთქვათ რეგიონში. ჩვენ ველოდებით ახლა ორშაბათს იქნება ჩვენი პარტიის გამგეობის სხდომა, სადაც გადაწყდება ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ განვითარდება მოვლენები კოალიციის წევრებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ჩვენ არ ვიცით როგორ პოზიციას დაიკავებენ თავისუფალი დემოკრატები. ანუ საკონტროლო პაკეტი ამჟამად თავისუფალ დემოკრატებს აქვს და 11 ხმა თუ შეგროვდა კიდევაც გადააყენებენ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს. ყოველად მოსალოდნელია, რომ ვიცე-სპიკერი გადაიყვანონ და დაასახელონ თავმჯდომარის თანამდებობაზე ბატონი ჯემალ ფუტკარაძე. ავთანდილ ბერიძე ვარაუდობს, რომ გეგმა კიევში შედგა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც აქ მოხდა, არის კარნახი ამ შემთხვევაში კიევიდან. ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი ნაციონალურმა მოძრაობამ პირველად 2014 წლის მარტში დააყენა, თუმცა მაშინ ოპოზიციამ საჭირო 11 ხმა ვერ მოაგროვა. თავმჯდომარის სავარძელი ბერიძემ 13 დეპუტატის მხარდაჭერით შეინარჩუნა, მათ შორის იყვნენ იმ დროისთვის კოალიციაში მყოფი ვასაძე და ფუტკარაძეც. საკითხის ინიცირებისთვის მინიმუმ 7 დეპუტატის ხელმოწერა იურიდიულ საკითხთა კომისიაში უნდა დარეგისტრირდეს, რის შემდეგაც იმპიჩმენტზე დეპუტატები პირველივე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. რეგლამენტის თანახმად ჩავარდნის შემთხვევაში კანონმდებლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის კვლავ ინიცირება 6 თვით აიკრძალებათ.